ფოთში თანამედროვე ტიპის ცოცხალი თევზის ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცოცხალი თევზის ბაზარი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას, მერის ადმინისტრაციის, ასევე შპს ლუკასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით შეიქმნა. დღეს აკეთებენ საქმე სახეზეა. რასაც დიდ მადლობას ვუხდით ირაკლი ხახუბიას და ირაკლი კაკულიას. აგრეთვე ჩვენ ალბათონ თეა ბელხანიას. ყოველდღიურად შემოწმებულია ჩვენი თევზი. არის სრულიად ახალი, ყოველდღე ახალ-ახალი შემოგვაქვს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ირაკლის ბატონი ირაკლის. ასეთი კარგი და ლამაზი ბაზარი რო გამიკეთა. დიდი მადლობა ჩვენს ბაზრის ადმინისტრაციას. ყოველდღე ჩვენთან არის გვეკითხება ყველაფერს, როგორ გვიხარია, როგორ გვაწყობს, რანაირად ჩობია ჩვენ საქმეს. ძალიან ყვაყოფილები და ძალიან გახარებულები ვართ. მერიისა და აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო რიონის მარცხენა სანაპირო ზოლზე სავალი გზის მოწესრიგება. მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი გაეცნო. რაც შეეხება ფილების დაგებას, ეს არის მერიასა და ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კეთდება. ეს დღეს დავიწყეთ. ეხლა უკვე ზაფხული იწყება, ამინდები კარგი იქნება და არ შევაჩერებთ, მივიყვანთ ბოლომდე. ეს არის ყველაფერი კიდევ ვიმეორებ აი მემორანდუმის ფარგლებში, რაც ჩვენ გავაფორმეთ მერიასთან. როგორც ხედავთ, ქალაქ ფოთის თვითმმართველობა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ასრულებს თავის დანაპირებს, მოწესრიგდა საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, შიდაგზები და ერთ-ერთი აი ამ ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილია სწორედ ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნა, სადაც იქნება ცოცხალი თევზის და საერთოდ თევზ პროდუქტებით ვაჭრობა. მოგეხსენებათ, ფოთი არის თევზის არეწი ადგილი. ეს ადრეც იყო გასაკეთებელი და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად შპს ლუკას ადმინისტრაციის დახმარებით ეს გავაკეთეთ ყველაფერი და ეს ყველაფერი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ცოცხალი თევზის ბაზარში გასაყიდ პროდუქციას ლაბორატორიული შემოწმება ყოველ დღე უტარდება.